შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. ეს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიტყვებია. ის ერთ-ერთ რელიგიურ წინამძღოლს ესაუბრებოდა და სწორედ ამ დროს უთხრა ეს სიტყვები. შეიცნობთ ჭეშმარიტებას. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს სიტყვა უნდა. უნდა შეიცნოთ ჭეშმარიტება. თუ გსურთ, რომ თავისუფალი იყოთ. დღეს მსურს ჭეშმარიტებისა და თავისუფლების შესახებ ვისაუბრო. ჩვენს დროში ძალიან ბევრი რამ გვესმის მათ შესახებ. არსებობს ძველი შოტლანდიური ფიცი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ამერიკული ფიცი. აი ისიც. ფიცა ყოვლის შემძლე ღვთის წინაშე, რომლის წინაშეც ვაგებ პასუხს სამსჯავროს დღეს. რათა ვილაპარაკო ჭეშმარიტება. მხოლოდ ჭეშმარიტება და არაფერი ჭეშმარიტების გარდა. უფალი იესო ამბობს, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. წმინდა წერილის ამ მონაკვეთში უფალი იესო ორი პიროვნების შესახებ საუბრობს. ერთი მხრივ ღვთის შესახებ, რომელიც არის ჭეშმარიტება, და მეორე მხრივ სატანის შესახებ, რომელიც არის ცრუ და სიცრუის მამა. უფალი იესო პირდაპირ და მკაცრად ამბობდა სათქმელს. ის მიუბრუნდა რელიგიურ წინამძღოლებს და უთხრა: თქვენი მამა არის ეშმაკი და მამა თქვენის გულის თქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა. უფალი იესო ამბობს, რომ არსებობს ჭეშმარიტება და არსებობს სიცრუე. თესალონიკელთა მიმართ მეორე წერილის მეორე თავში ვკითხულობთ, რომ უკანასკნელ დღეებში გამეფდება სიცრუე და დიდი ცდუნება მოიცავს იმ თაობის ადამიანებს. ისინი ირწმუნებენ სიცრუეს და უარყოფენ ჭეშმარიტებას. მრავალი ფიქრობს, რომ ჩვენ სწორედ ამ თაობის წარმომადგენლები ვართ. მოციქული პავლე წერს რომაელთა მიმართ წერილის პირველ თავში, რომ იმ დროს მცხოვრებმა ადამიანებმა ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეში გაცვალეს. მეორე, გარდა იმისა, რომ ადამიანებმა ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეში გაცვალეს, მოციქული პავლე რომაელთა მიმართ წერილის პირველი თავის მე-18 მუხლში იმასაც ამბობს, რომ ისინი უსამართლობით აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. სხვა სიტყვებით, შეიძლება იცოდეთ ჭეშმარიტება და არ ცხოვრობდეთ მის თანახმად. ეს ნიშნავს ღვთის ჭეშმარიტების დაბრკოლებას უსამართლობით. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღვთის სრისხვაა ასეთ ადამიანთა მიმართ. სწორედ ამიტომ იყო ქრისტე ასეთი მკაცრი თვალთმაქცებისადმი. მათ გონებით იცოდნენ ჭეშმარიტება, მაგრამ არ ცხოვრობდნენ მის თანახმად. უფალი იესო ამბობს, ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან. შესაძლებელია, რომ ადამიანი უსამართლობით აბრკოლებდეს ჭეშმარიტებას და ამის გამო ღვთის რისხვას იტეხდეს თავს. მესამე, პავლე ამბობს, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო. რომაელთა მეორე თავის მეორე მუხლი. ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო. სხვა სიტყვებით, ერთ დღეს ღმერთი განსჯის ამ ქვეყნიერებას. დიახ, დადგება სამსჯავროს დღე. ეს ისეთივე უეჭველია, როგორიც ის ფაქტი, რომ აქ ვდგავარ ახლა. სამსჯავროს დღე მოდის და ღმერთი წუთისოფელს განსჯის ჭეშმარიტების მიხედვით. ცხოვრობთ ჭეშმარიტების მიხედვით, წამს ჭეშმარიტება, მივიღეთ ჭეშმარიტება. როგორი იყო ჩვენი დამოკიდებულება ჭეშმარიტებისადმი? თუ ეს ჭეშმარიტება სიცრუეზე გავცვალეთ, ან დაიქნებ უსამართლობით ვაბრკოლებთ ჭეშმარიტებას. ღმერთი პასუხს მოგთხოვს, გვეუბნება წმინდა წერილი. უფალი იესო ამბობს, რომ უნდა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგვათავისუფლებს. სწორედ ამას ცდილობს მეცნიერება, ფილოსოფია და ფსიქოლოგია და საერთოდაც კვლევის ყველა დარგი და ყველა დისციპლინა ჭეშმარიტების შემეცნებას ეძიებს. ჩვენ ვეძებთ ჭეშმარიტებას, ვცდილობთ აღმოვაჩინოთ კანონები, ვცდილობთ გავიგოთ თუ რა არის ჭეშმარიტება. ადრეულ ბავშვობაში მალევე ვიგებთ ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ ცეცხლი ცხელია, ყინული ცივია. ვიგებთ, რომ არასწორად მოქცევა დანაშაულის გრძნობას იწვევს ჩვენში, ხოლო სიკეთის კეთება თავს კარგად გვაგრძნობინებს. ამას ადრევე ვიგებთ. ყველანი ჭეშმარიტების ძიების გზას ვადგავართ. რა არის ჭეშმარიტება ჩემს შესახებ? საიდან მოვდივარ? რატომ მომავლინა ღმერთმა ამ პლანეტაზე საერთოდ? თუ არსებობს ღმერთი და საით მივდივართ? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?
პასუხს ვეძებთ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ყველა ვეძებთ ჭეშმარიტებას, საკუთარ თავს ამ კითხვებს ვუსვამთ და პასუხებს ვეძებთ. რა არის ჭეშმარიტება? იგივე შეკითხვა დასვა პილატემ 2000 წლის წინ. პასუხის ძიებაში მოზარდები და ახალგაზრდები იღებენ საშინელ ნარკოტიკებს და ფსიქოტროპულ პრეპარატებს. ისინი ცდილობენ განიცადონ ის, რაც მათ სულიერი ჭეშმარიტებისკენ წარუძღვება. ჭეშმარიტება მნიშვნელოვანია მათემატიკაში, ქიმიაში, ზოგადად მეცნიერებაში. ჭეშმარიტება მნიშვნელოვანია სულიერ ცხოვრებაშიც. ის მნიშვნელოვანია ზნეობისთვისაც. მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების პოვნა. იესო ამბობს, შეიცნობთ ჭეშმარიტებას. არ შეიძლება სხვადასხვა ვარაუდის დაშვება. ან ალალბედზე მოქმედება. ერთი შეცდომა ავიაციაში და შეიძლება მეორე თვითმფრინავს შეასკდეთ. უნდა იცოდეთ ჭეშმარიტება. იობმა თქვა, ვიცი რომ ცოცხალია ჩემი მხსნელი. მოციქული პავლე ამბობს, ვიცი ვისაც ვერწმუნე. მოციქული იოანე წერს, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ბიბლია გვასწავლის, რომ შეგვიძლია ვიცოდეთ ჭეშმარიტება. შეგიძლიათ იპოვოთ ჭეშმარიტება, შეგიძლიათ ირწმუნოთ ჭეშმარიტება, მაგრამ რა არის ჭეშმარიტება? ყოველ რელიგიასა და ყოველ ფილოსოფიას შეიძლება ჰქონდეს ჭეშმარიტების რაღაც მარცვალი, მაგრამ მხოლოდ ერთადერთგან შეიძლება მთელი ჭეშმარიტების პოვნა. სად? იესო ამბობს, ყველა ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას. თავისი ცხოვრების მიწურულს ბუდამ თქვა, მე ჯერ კიდევ ვეძებ ჭეშმარიტებას, მაგრამ უფალმა იესომ გამაოგნებელი სიტყვები წარმოთქვა. მე ვარ ჭეშმარიტება. მან თქვა, მე ვარ მთელი ჭეშმარიტება, ხორცს შესხმული. და თუ ზეცაში მოხვედრა გსურთ, უნდა ირწმუნოთ ეს. რწმენით უნდა მიიღოთ. თქვენ იტყვით, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელია ის, ვინც მოვა და გეტყვით, რომ მთელი ჭეშმარიტების ხორცს შესხმაა. იფიქრებთ, რომ იგი განდიდების მანიითაა შეპყრობილი. დიახ, შეგიძლიათ ამტკიცოთ ეს. ანდა იქნებ იესო მიცრუა. მან იცოდა ჭეშმარიტება და უბრალოდ იცრუა. დიახ, შეიძლება ეს ვარაუდიც დავუშვათ. თუმცა დავუშვათ ისიც, რომ ის მართლაც ჭეშმარიტებაა. დავუშვათ ისაა მთელი ჭეშმარიტების ხორცს შესხმა. და თქვენ მას უარყოფთ და სიცრუეში ცვლით. გამოდის, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვით, რომელსაც სამარადისო შედეგი მოჰყვება. მე პირადად მწამს, რომ იესოა ჭეშმარიტება. წამს, რომ ისაა მთელი ჭეშმარიტების ხორცს შესხმა. მე ეს რწმენით მივიღე და როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, ამან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან ადვილია. უფალმა ადვილი გახადა ჭეშმარიტების შემეცნება, რომ ნებისმიერს, ბრმას, ყრუს, შავკანიანს, წითელკანიანს, ყვითელკანიანს, ყველას შეუძლია უფალთან მისვლა და ჭეშმარიტების შეცნობა. განათლებულ ადამიანს შეუძლია ჭეშმარიტების შეცნობა. გაუნათლებელ ადამიანსაც შეუძლია ეს. ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ განათლება, თუმცა მათ იციან ეს ჭეშმარიტება, რასაც მათთვის კმაყოფილება და სიხარული მოაქვს. ვიცნობ პრესტიჟული უნივერსიტეტების პროფესორებსაც და დიდ მეცნიერებსაც, რომლებმაც მიიღეს ეს ჭეშმარიტება და თავმდაბლურად მოიდრიკეს მეცნიერების ქედი ქრისტეს წინაშე. ამან შეცვალა მათი ცხოვრება. ჭეშმარიტებამ, მარტივმა და ყველაზე გამორჩეულმა ჭეშმარიტებამ, რათა ყველამ შეძლოს უფალთან მისვლა და ყველამ ირწმუნოს, ბავშვებმაც კი. იესო ქრისტე, მისი ისტორიაა ჭეშმარიტება. ყური დაუგდეთ იოანეს სახარების მერვე თავის 24 მუხლში ის ამბობს, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით. თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ მთელი ჭეშმარიტების ხორცს შესხმა, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. უნდა მიხვიდეთ ქრისტეს წინაშე, იწამოთ და მიიღოთ იგი და მისი ერთგული გახდეთ. დიახ, ქრისტე ამტკიცებდა, რომ თავადაა ჭეშმარიტება. ის ლაპარაკობდა ჭეშმარიტებას.
ის ამბობდა ჭეშმარიტებას ცოდვის შესახებ. საიდან მოდის გულის თქმა და სიხარბე, სიამაყე და სიძულვილი, შური და შუღლი? რატომ ზულთ ადამიანებს ერთმანეთი? რატომ ებრძვიან და ხოცავენ ერთმანეთს? რატომ ხდება ყველა თაობაში ომი? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ 55 ომი მოხდა. რატომ ხდებოდა და ხდება ეს ყველაფერი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში? ბიბლია გვეუბნება, რომ ადამიანის გული დაავადებულია და ამ დაავადებას ცოდვა ეწოდება, რადგან შიგნიდან, გულიდან გამოდის ბოროტი ფიქრები, მრუშობანი, სიძვანი, კვლელობანი და ქურდობანი, სიხარბე და შური, ბოროტება და სიცრუე, ღვთისგმობა და სიამაყე. ეს ყოველივე შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს. ჩვენ ერთადერთი დაავადება გვტანჯავს ამ ქვეყნად. ჩვენი პრობლემა არ არის რასობრივ განსხვავებებთან დაკავშირებული პრობლემა, არც სიღარიბე და არც ომები. ჩვენი პრობლემა გულთან დაკავშირებული პრობლემაა. ჩვენი გული უნდა შეიცვალოს, ის უნდა გარდაიქმნას. სწორედ ამიტომ ამბობს უფალი იესო, ხელახლა უნდა იშვათ. ახალი ბუნება და ახალი გული უნდა გქონდეთ, რომლებსაც სიყვარული მართავს. ჩვენ ვამბობთ, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ მალევე ვხვდებით, რომ სულაც არ გაგვაჩნია ერთმანეთის სიყვარულის უნარი. საიდან უნდა მივიღოთ ეს უნარი? საიდან და უფალი იესოსგან. ისვე, როგორც კი ქრისტეს ვიღებთ, ღვთის სული შემოდის ჩვენს გულებში და წარმოქმნის სიყვარულსა და სიხარულს, მშვიდობას, მოთმინებასა და სახიერებას. სულის ყველა ეს ნაყოფი ზებუნებრივად წარმოიქმნება სულიწმიდის მიერ, როცა ქრისტეს იღებთ. ქრისტე ლაპარაკობდა ჭეშმარიტებას იმის შესახებ, თუ რა სჭირდა ქვეყნიერებას. ის ლაპარაკობდა ჭეშმარიტებას ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, სხვა ადამიანთა წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მათეს სახარების 25 თავის 35 მუხლიდან წაიკითხოთ. ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ვინც მშიერ, დაღლილ, გაჭირვებულ ადამიანებს დახმარების ხელს გაუწვდის, ვინც საპყრობილეში მყოფთ მოინახულებს, სამსჯავროს დღეს უფალი იესო შეაქებს მათ და მოიწონებს მათ საქციელს. ისინი კი ეტყვიან, უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით, როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ? იესო კი უპასუხებს, რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ. ყოველთვის როცა საკუთარ დროს, ფულსა და ენერგიას გასაჭირში მყოფთა დასახმარებლად იყენებთ, ამით უფალი იესოს ეხმარებით. მას უწვდით დახმარების ხელს. იესო სამსჯავროს შესახებაც ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა. ის გვაფრთხილებდა, რომ გავქცეოდით ღვთის რისხვას. მისი თქმით, ჩვენ მიერ წარმოთქმული თითოეული ფუჭი სიტყვისთვის პასუხს ვაგებთ სამსჯავროს დღეს. სამსჯავროს დღე აუცილებლად დადგება. იესო მონანიების შესახებაც ჭეშმარიტებას ამბობდა. მისი სიტყვების თანახმად, თუ არ მოვინანიებთ, დავიღუპებით. შეიძლება იკითხოთ, კი მაგრამ როგორ მოვინანიო? როგორ და თქვით? ღმერთო შევწოდე და მსურს, რომ ცხოვრების წესი შევიცვალო. სურს, რომ ახლებურად ვიცხოვრო. სურს, შენ გამოყვე და გემსახურო. რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს. ესაა მონანიება. უფალი იესო ჭეშმარიტებას ამბობდა უფლისკენ მოქცევის შესახებაც. ამბობდა, რომ თუ უფლისკენ არ მოვექცევით და ბავშვები ვით არ გავხდებით, ვერ შევალთ ცათა სასუფეველში. მოეკეცით უფლისკენ. იესო მოგვიწოდებს მოქცევისკენ. სიტყვა მოქცევა უბრალოდ შეცვლას ნიშნავს, მოტრიალებას. თქვენ ახლა მიდიხართ გზაზე, რომელსაც დაღუპვისკენ მიხავხართ. მოტრიალდით და დაადექით გზას, რომელსაც სწორი მიმართულება აქვს. დაადექით ვიწრო გზას, რომლის ბოლოც მარადიული სიცოცხლეა. სწორედ ამას ნიშნავს მოქცევა, შეცვლას, მოტრიალებას. მოხდა ეს თქვენს ცხოვრებაში. შეიცვალეთ ცხოვრების წესი. შეხვდით ქრისტეს. პირადად გაიცანით იგი, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. ვიცი, რომ მრავალი ადამიანია ისეთი, ვინც მიიჩნევს, რომ უკვე თავისუფალია, თუმცა ისინი ქრისტეს არ იცნობენ. მათ ჰგონიათ, რომ იციან, როგორ იცხოვრონ. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ არსებობს გზა ქრისტეს მიღმა, რომელიც სწორად ეჩვენებათ ადამიანებს. თუმცა ამგვარი გზის ბოლო სიკვდილი და სამსჯავროა. თქვენ გასაჭირში ხართ. გაწუხებთ სიცარიელე, ნევროზი, კომპლექსები, სხვადასხვაგვარი. მოინანიეთ, მოეკეცით უფლისკენ. სანამ დროა, ახლაა მოწყალების შამი. ახლა ახსნის დღე. როგორ მოქმედებს ჭეშმარიტება? ის გათავისუფლებთ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.
რისგან გაგვათავისუფლებს? პირველი, როგორც ქრისტე ამბობს, ჭეშმარიტება ცოდვის სასჯელისგან გვათავისუფლებს. ყველანი ცოდვილები ვართ. თითოეული ჩვენგანი ცოდვილია და ყველას გვემუქრება ცოდვის სასჯელი, რომელიც არის სიკვდილი. ბიბლიაში ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია. სიკვდილი ნიშნავს ღვთისგან განცალკევებას ამ სიცოცხლეშიც და მარადისობაშიც. ერთხელ იესოსთან მდიდარი ჭაბუკი მივიდა და ჰკითხა: რა უნდა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს? მას სურდა სიცოცხლე ჰქონოდა ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც, რადგან გრძნობდა საკუთარი სულისა და სამშვენიველის უსიცოცხლობას, თუმცა ფასის გადასახდელად მზად არ იყო. არის ფასი, რომლის გადახდაც გიწევთ. როცა ქრისტესთან მიდიხართ, ეს ახალგაზრდა ჭაბუკი ქრისტესთან შევაჭრებას შეეცადა. მას სურდა, რომ ნაკლები მსხვერპლის ფასად მიეღწია სასურველისთვის. სურდა, რომ იესოს მისთვის შეეცვალა წესები, რათა სასუფეველში მოხვედრილიყო, მაგრამ იესო არასოდეს ცვლის წესებს. ის არასოდეს იხებს უკან. თუ ზეცაში მოხვედრა გსურთ, ისევე უნდა მიხვიდეთ ქრისტეს წინაშე, როგორც მიდიოდნენ ადამიანები 2000 წლის წინათ. არა, ჩვენ არ გვაქვს ყველა კითხვის პასუხი, რადგან უკუვაგდეთ ჭეშმარიტება. უარ ვყავით ქრისტე. გაუღეთ ქრისტეს თქვენი ცხოვრების კარი და ეს შემოვიდეს იგი და გაამთელოს თქვენი დამსხვრეული ცხოვრება. და იმან გაპატიოთ ცოდვები და იმან მოგცეთ ცხოვრების აზრი და მიზანი და მოგაშოროთ ცოდვის სასჯელი, ვინაიდან არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტეში არიან. ის გვაშორებს სასჯელს. გარდა ამისა, მას შეუძლია გაგათავისუფლოთ ცოდვის ძალაუფლებისგან. ის ამბობს, ყოველი ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა. მაგრამ როცა ქრისტეს მიიღებთ, დაიმსხვრევა ცოდვის ეს ძალაუფლება, რომელიც ახლა ბატონობს თქვენს ცხოვრებაში. ცოდვა აღარ იბატონებს თქვენს ცხოვრებაში, ამბობს მოციქული პავლე რომაელთა მიმართ წერილში. ცოდვა აღარ იბატონებს თქვენზე. ცოდვისთვის მკვდარი იქნებით, შეიძლება შესცოდოთ, მაგრამ ის ვეღარ შეძლებს თქვენს ცხოვრებაზე ბატონობას და თქვენს მართვას. ცოდვა აღარ იქნება თქვენი ცხოვრების ჩვეული ნაწილი. თქვენ გექნებათ ძალაუფლება ცოდვაზე. თქვენში მკვიდრი ღვთის სული იმოქმედებს თქვენში, იმ ახალი ბუნების მეშვეობით, რომელსაც ღმერთი მოგცემთ. ასევე ქრისტე გვათავისუფლებს ცოდვის თანდასწრებისგან. გამოცხადების 21 და 22 თავებში ვკითხულობთ დიდებულ აღწერილობას იმისა, თუ როგორია ზეცა და როგორი იქნება მარადიული ცხოვრება. მიდით ჭეშმარიტებასთან, სიცოცხლის წყაროსთან. მიდით იესო ქრისტესთან, ღვთის ძესთან. ერთ დღეს მოგვშორდება ცოდვის ძალაუფლება, ეშმაკი და მისი სიცრუე. ერთ დღეს საბოლოოდ დავძლევთ ამას. მანამდე კი უკვე შეგვიძლია მივიღოთ ღვთის სიცოცხლე აქ და ახლა. შეგვიძლია აქვე გვქონდეს ზეცის პატარა ნაწილი. ახლავე შეიძლება რომ გავთავისუფლდეთ ცოდვისა და ეშმაკის ტყვეობისგან. ქრისტეს შეუძლია თქვენი გათავისუფლება. მოგიწოდებთ რომ მიიღოთ ქრისტეს რწმენით, მიიღოთ ჭეშმარიტება. მე ვთქვი, რწმენით, რადგან მხოლოდ გონებით ვერ მიხვალთ უფალთან. რადგან თქვენს გონებაზე ცოდვა ახდენს გავლენას. მიდით უფალთან, ბავშვივით. იესო ამბობს, რომ ბავშვებივით უნდა გავხდეთ და მოვექცეთ მისკენ. ბავშვური რწმენით უნდა მიხვიდეთ უფლის წინაშე და მიიღოთ იგი და ის შემოვა თქვენს ცხოვრებაში. მოგცემთ ახალ ბუნებას და შეძლებთ ახალი სიცოცხლით ცხოვრებას. რთულია ქრისტეს კვალდაკვალ სიარული. არ მინდა რომ ილუზიები ან მცდარი მოლოდინი შეგიქმნათ. ამიტომ უნდა გითხრათ, რომ როგორც კი ქრისტეს მიუძღვნით თავს, წუთი სოფელში კი არ უნდა დაბრუნდეთ, არამედ ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოთ. ქრისტიანული ცხოვრება, დაიცოდეთ, რომ ის თქვენთან იქნება.